მადლობა დიანა მოწვევისათვის, მოგესალმებით მაყურებელს, მივესალმები, მადლობა შესაძლებლობისათვის. თქვენ კარგად თქვით, რომ თითქოსო და რაღაც სამართლებრივიო და კითხვის ნიშნები დასვით. სამართლების შეფასებას მოდი ნუ მივცებ და იმიტომ რომ არ შეიძლება მიეცეს სამართლების შეფასება, ქვეყანაში პროცესები სამართლებრივი სიფტყიდან, ჩარჩოდან, რელსებიდან დიდი ხანია გავიდა. არაფერი არ მოქმედებს ამ ქვეყანაში სამართლებრივი. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ჩემის ვარაუდით, ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება. ერთი კლანი ანადგურებს მეორეს. არანაირი აქ ბრძოლა კორუფციასთან არ არის, ეს არის გამორიცხული. მაგრამ აქ არის დიანა მთავარი რამ. მაგრამ ამ ტიპის კლანურ ბრძოლასაც აქვს თავისი სამართლებრივი წესრიგით უნდა მიდიოდეს პროცესი. ხო და წესრიგი არ არის ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება მითვისებულია, არჩევნები გაყალბებულია, მე უკვე სამართლებრივი რელსებიდან გადადიხარ საერთოდ და საერთოდ მიდიხარ უსამართლობისაკენ და ყოველგვარი სამართლებრივი ფორმალობა, ფორმალიზმის გაგავით. მაგრამ თავარი როგორც იურისტი ამ პროცესში. თავარი რა არის, აყურეთ დიანა, აყურეთ თავარი რა არის. იურისტის კითხვებზე აყურეთ, ვისაუბროთ თუნდაც ამაზე, მაგრამ თავარი რა არის. ორგზის იყო თუ არა ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი? იყო. კი ბატონო, და შუალედებში იყო თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი და იყო თუ არა თავდაცვის მინისტრი. ახლა წარმოიდგინეთ, აი ამ ქოციანობის ამ შემთხვევაში პერიოდის მართლობაში რამდენი წილი უკავია პროცენტულად მის უმაღლეს თანამდებობებზე ყოფნას? რაღაც 70 ალბათ თუ რაც, უხეშად რო თქვა. თქვენ წარმოიდგინეთ. მოდი ვთქვათ 40%. ხო, რაც იყო. წარმოიდგინეთ. ახლა უყურეთ რა ხდება ხალხნო. გვეუბნებიან, რომ ამ ადამიანმა, რომელიც იყო ორჯერ მთავრობის მეთაური, უკანონოდ მიიღო შემოსავლები და ცალკე გავყვეთ ეს შემოსავლების მიღება რა არის. უკანონოდ მიიღო შემოსავლები და ამ ქვეყანაში სამართლებრივი პასუხისგებლობაზე ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ არ არსებობს სამართალი ქვეყანაში და დიანა მოდი ვიკითხოთ. აი ახლა ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჯგუფი აქ დადის ხედავ მუშაობენ. რამდენი ხნის განმავლობაში ეს ადამიანები ამ ყველაფერს ამბობდნენ და საუბრობდნენ და ვინც ამაზე საუბრობდა ოპოზიციიდან თუნდაც ყველას პროვოკატორებს, სიცრუის გამავრცელებლებს და ამაზე საუბრობდნენ, ხო? ახლა მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა. სად არის პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი? საერთოდ პოლიტიკური გუნდი არ არსებობს, ბუნებრივია, ხო, დაჯგუფებაა, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვინც მხარი დაუჭირეს, ვინც ხმა მიცეს, ვინც აირჩია პრემიერ-მინისტრად და ვინც ამბობდა, რომ ქვეყნის გადამრჩენიაო ხალხო, ომი აგვაწილაო ქვეყანასო, კორუფცია ამოძირკვაო, სამართლიანობაო ქვეყანაშიო. ახლა სად არის ეს ადამიანები ღებულობენ თუ არა პოლიტიკურ პასუხისგებლობას? მაგრამ არა, გეტყვიან რომ არა პირიქით. აი ამაზე არის საუბარი და მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც კიდევ ბოლოს შემოხაზა ეს 41 და საერთოდ ფიქრობს ამაზე. ხალხო ხო ხედავთ რა დღეში გამყოფებენ. ხო ხედავთ როგორ აგლდებით არიან თქვენს მიმართ. წარმოიდგინეთ რომ ადამიანს რომელსაც ტაშუკრავდით, ადამიანი რომელიც გატყვილებდათ თავიდან ბოლომდე და გუნდი არა ადამიანი, თავიდან ბოლომდე და გეუბნებოდათ რომ კორუფცია აღმოქრა, ქვეყანა წინ მიდის, ყველაფერი მანკიერება აღმოქრა, ერთ ჩვენებაში გვეუბნებიან, მიცა აღიარებითი ჩვენება, რასაც გეუბნებიან, არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ და აღიარა ეს ყველაფერი უკანონო შემოსავლების მიღება. ახლა მთავარია კიდევ ვიკითხოთ. პარალელურად დიანა ქვეყანაში შიმშილი ხომ არ არის? პარალელურად საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან ხომ არ გარბიან? პარალელურად ჩვენი ხანდაზმული ადამიანები, პენსიონერები თავით ნაგვის ურნებში ხომ არ არიან გადაყუდებულები, რომ საჭმელი არ აქვთ? ადამიანები, დედები, შვილებს, მშივრებს ხო არ უშვებენ სკოლაში? და პარალელურად მილიონები და მილიარდლები ხო არ გახდნენ ეს ადამიანები? თვითონ აღიარებენ უკვე. თვითონ არის ამის აღიარება. აი ამაზე არის. მათ შორის აღიარებენ ალბათ იმაცაც, რომ თავად ვერ შეასრულეს კონტროლებლი. და თავარი რა არის? კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის. ამ ქვეყანაში გვეუბნებიან, რომ არც პროკურატურა არსებობს და არსებობდა. ან წლების განმავლობაში არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც ის რაჟდენი, რომელიც დაასდევს არასამთავრობოებს და რაღაცეებს, არც ის არსებობდა, არც არაფერი არც სასამართლო არსებობდა. წარმოუდგენელია, ხო? ამ დონის
ყოფილა ეს კორუფცია ფებს გადგმული და იყო ბუნებრივად ესე საუბრობდით და თურმე არაფერი არ ხდებოდა და არაფერი არ არსებობდა. თავარი რა არის დიანა? ეს უკანონო შემოსავლები საიდან მოდიოდა? მოდი დავსვათ კითხვა. მისით რამე ციდან გერვარდებოდა? ეს ხო სქემა იქნებოდა ბუნებრივია. ვინაც წვდიდა უკანონო შემოსავლებს? რა გზებით მოდიოდა უკანონო შემოსავლები? ამ დაჯგუფებაში თუ ეს უკანონო შემოსავლები იყო, როგორ თვითონ ამბობენ, რა დაჯგუფება იყო, რა სიდიდის დაჯგუფება იყო, თავრობის მეთაურზეა ხალხო საუბარი. ალბათ ითანამშრომლას ქვეშ იგულისხმება ამტიპის გაცემა. სად იყო ეს? სად არის პასუხისმგებელი პირთა წრე? სად არის პასუხისმგებელი პირთა წრე? რავალდებულება ახლა სამართლებრივად პროკურატურას. სამართლებრივად ახლა მე გეტყვით რაზეა. ახლა გავიგეთ კიდე ხალხო რომ თორმე კორუფციას არ ედავებიანო ვიღაცამ თქვა არ მინდა შევიდე არავის არ ვაკრიტიკებ მაგრამ და ცდილობენ რომ კორუფციაზე არ არის საუბარიო უკანონო შემოსავლების მიღებაზეო. ახლა მარტივად უნდა დავსვათ კითხვა. კორუფცია რა არის? კორუფცია არის თანამდებობის პირის მხრიდან ზუსტად შემოსავლების უკანონოდ მიღება. ეს შესაძლებელია მოხდეს ქრთამის აღებით, სამსახურებრივი ულამოსილების ბოროტად გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი ნორმებზე საუბრობ. სისხლის სამართლებრივი ნორმებზე საუბრობ. კორუფცია ზოგადი არის დასახელების ტერმინი, მაგრამ ეს კორუფცია მოიცავს ამ ყველაფერს. ხო? ამაზეა საუბარი. იმასაც კი არ ორი თვეა ლამის, თუ ერთი თვე ამ გამოძიებაზე საუბრობენ და მე ბოლოს გააქტიურდნენ და იმას მედიაში მიდის საუბარი და ბრიფინგს ატარებენ. გინახავთ ერთი ხალხნო საერთოდ რა მოხლეთ მიდის გამოძიება საუბარი. არ გვეუბნებიან ეს არ არის დაზუსტებული. რატო არ ჩდება? კითხვა რატო არ გვეუბნებიან? მორგება ხო არ მიდის სიტუაციიდან მიხედვით იქ მოლაპარაკების რა შეიძლება იყოს ეს არ ვიცი, იმიტომ რომ რა შეიძლება იყოს რომ ვთქვა სამართლებრივად უნდა შევხედო. სამართლებრივად რო შევხედოთ სამართლებრივი პროცესი არა გვაქვს დიანა საერთოდ. სამართლებრივი პროცესი არ არის თავიდან ბოლომდე ეს სამართლებრივი პროცესი არ არის. პოლიტიკურად შევხედოთ მაშინ რა ანუ ეხლა მიდის რაღაც კულისებში მიდის დაალაგება რამდენ ფულს რა იქნება როგორ იქნება და ამას მოარგებენ შემდეგ ბრალს სასჯელსაც რასაც უყურებთ ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება პირდაპირ გეუბნებით ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება ერთი კლანმა აჯობა მეორე კლანს რასაც უყურებთ არავინ კორუფციას არ ებრძვის ნახეთ ის ადამიანები ახლა თუნდაც ეს პრემიერად წოდებული კობახიძე პარლამენტიდან საპარლამენტო კონტროლი ქონდა თუ არა ამ ადამიანს ღებულობს თუ არა პასუხისმგებლობას ამ წლების განმავლობაში რომ მიდიოდა კორუფცია რა არის საპარლამენტო კონტროლი თუ არა ის რომ განახორციელო კონტროლი ამ შემთხვევაში მთავრობაზე ღებულობს თუ არა პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში სამართალდაცვითი სისტემები. რატო ხდებოდა ეს ყველაფერი? ესე იგი გამოდის რომ ერთი მაფიოზური დაჯგუფებაა და შიგნით მაფიოზური დაჯგუფება შიგნით მიდის ჯახი პირდაპირ შეიძლება ითქვას ამას სამართალთან და სამართლის გამოყენება ხდება უბრალოდ ტერმინად, სარჩულად, დევნისაბაბად. აი ეგ არის. ეს ჯახი რითი შეიძლება გაგრძელდეს ეს თქვათ დაპატიმრებით ამ ადამიანების თუ მორიგებით კონკრეტულ თანხებთან დაკავშირებით. არ ვიცი, როდესაც სამართლებრივი ამ შემთხვევაში სიტუაცია არ არის, სამართლებრივად პირდაპირ გეტყვით, ბრალის საყენება უნდა იყოს ელემენტარულზე ადამიანებს წინასწარ პატიმრობაში უშვებენ აღკვეთი ღონისძიების სახით, აგერ გითხეს კაცო, მილიონები ადამიანმა წაიღო შემდგომ რაზეა საუბარი აღკვეთ ღონისძიების სახით ადამიანს პატიმრობას რო უსჯიან იმაზეა საუბარი რომ ზეგალვენა არ იქონიოს და კავშირები აქვს და ზეგალვენა არ იქონიოს აი ელემენტარულ საერთოდ რო კავშირი არ აქვს ეს ადამიანზე ლაპარაკობენ ხა პრემიერ-მინისტრად იყო ადამიანი ხო მაგრამ ახლა სამართალი არ მოქმედებს საერთოდ სამართლებრივ შეფასებებზე არ ვისაუბროთ იმიტომ რომ სამართლებრივი შეფასება არ არის ამ შემთხვევაში დღეს აი პოლიტიკური ყვარყვარიზმია უბრალოდ ხალხო ნახეთ მე ბევრმა იცის ეს ყველაფერი და ახალს არაფერს არ ვლაპარაკობ მაგრამ იმ მათ ამ ურჩეველს მინდა მიმართო თუნდაც ეს ადამიანები გუშინ 1 წლის უკან რომლებიც ღარიბაშვილის გულისთვის თვალებს ამოკორწინდნენ სხვას დღეს ღარიბაშვილის დანაშაულზე საუბრობენ რიგი ნახეთ წყება ნახეთ ამ ადამიანების
ეს პოლიტიკური ყვარყვარიზმი, ქამელიონები, ესენი პოლიტიკური. კი ბატონო, მოდი ვილაპარაკოთ ახლა. არავინ არ ღებულობდა და დაუსვით ვინმე მკითხვა. ვილაპარაკოთ ახლა კანონებზე და დაკავებებზე, რომელსაც თქვენი პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა. რომელი ერთი? პარტიების აკრძალვაზე ვილაპარაკებთ, რა მოლოდინი გაქვს, მაგრამ მანამდე ვილაპარაკოთ, ეს არის პატიმრობის გამოყენება ქუჩის გადაკეტვის შემთხვევაში და ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებული 100-მდე ადამიანი. დიანა, მოდით რა ხდება აქ? გავავლოთ პარალელი, ხო? როდის იქცევა ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება პარალელები თუნდაც სხვა სახელმწიფოებთან და ასე შემდეგ, როდის იქცევია მსგავსად, გაუგონან რაღაცებს რო აკეთებენ. წარმოუდგენელია ხალხს დაძდებენ და პირბადეების გამო დაძდებენ ადამიანებს და სამედიცინო პირბადის დალუქვა მიმდინარეობს საგამოძიებო ლუქით. და დანაშაულის იარაღი და ნივთკიცებად ამოვაქვთ ხალხო პირბადე. მსგავსი რამ არ გაგონილა, როდის ხდება? ნამდვილად აბსურდია თან. როდის ხდება ესეთი რამ? ინფექციონისტების განცხადებაც იყო წარმოუდგენელია. და როდის ხდება დიანა ესეთი რამ? ხდება მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ აქვს ხელისუფალს, როდესაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს, როდესაც იცის რომ არც ქვეყნის გარეთ, არც ქვეყნის შიგნით არ აქვს ლეგიტიმაცია და მით უმეტეს საკუთარი მოქალაქეებისგან არ აქვს ლეგიტიმაცია, გადასულია ყოველგვარ უკანონობაზე და აკეთებს მაქსიმუმს, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება. ვინაიდან იცის რომ ოდნავ სამართლებრივი მოქმედებით ის ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, იმიტომ რომ სამართლებრივ სივრცეში მათი ადგილი, მათ თვითონ არ დაიტოვეს ადგილი სამართლებრივ სივრცეში. სამართლებრივად მათ რომ იმსჯეროთ, დანაშაულები აქვს ჩადენილი და არაერთი. კი ბატონო, ეს კანონები, ეს საკანონმდებლო, ეს თქვა დევნის პრინციპი აქვს, მიყვებიან პროტესტს ფეხდაფეხ. ამ შემთხვევაში მათი მიზანი არის ცხადი, რომ პროტესტის გატეხვა უნდა და დღეს კობახიძე ამბობდა, რომ აი ნახეთო, თქვა გუშინ ვეღარ გადაკეტეს გზა და რომ მიზანს მიაღწევენ, რომ არ არის ეს პროტესტი, ეს არ არის საერთოდ პროტესტი საზოგადოებისო, ეს არის რამდენიმე ადამიანის პროტესტი. ისინი ვერ ხვდებიან და ამ პრინციპში კარგად ხვდებიან უბრალოდ სალაპარაკოდ ჭირდება. პროტესტი არის სრულიად საქართველოში. მარტო ერთ ლოკაციაზე კი არ არის პროტესტი. პროტესტი არის სრულიად საქართველოში. ალბათ უნდათ რომ ეს არ იყოს დასანახი და რაღაც გულებში ატარონ ადამიანებმა პროტესტი. უნდა იყოს ყველა ხედავს. იმიტომ რომ ყველა ოჯახშია პროტესტი, დიანა. ყველა ფენაშია პროტესტი. მაშინ რატომ არ არის ეს პროტესტი ხილული გარეთ იმ მასშტაბში, რა მასშტაბში ყველა ფენაშია, დიანა, ყველა ფენაშია ეს პროტესტი. წარმოუდგენელია რომ არ იყოს. საქართველოსთან საქართველოს მოქალაქეები გარბიან. ბოლო ამათ ფილოსოფოსად წოდებული შაქირიშვილი, ხო მე მგონი, ხალხო ამაზე მეტი დიანა ფაშისტური განცხადება შეიძლება იყოს? ეს არის ფაშიზმის ჩემი საზრით გამოვლინება, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, რომ თუ მართლ გუნდს და ჩემს პოზიციებს არ ემთხვევა თქვენი პოზიციები, წადით აქედან მოშორდით ქვეყანა დატოვეთ. ეს არის ფაშიზმი, მეტი არაფერი არაა. ამაზე ვინმეს თუნდაც მართველი გუნდიდან პროპაგანდისტებიდან გინახავთ კრიტიკა, არა. და შესაბამისი პროტესტი ბუნებრივია საქართველოს მოქალაქეებში არის, იყო და იქნება უსამართლობის წინააღმდეგ. ეს შემიძლია გითხრა და თავის დამშვიდებას თუ ამას ცდილობენ, ცდებიან, მაგრამ არ ამგონია თლად ისეთი სულელები იყვნენ, რომ ამას ვერ ხვდებოდნენ. იმიტომ არიან გამწარებულები, იმიტომ არიან რომ პირბადეებს დაძდებენ, პირბადეებს ლუქავენ, მაშინ როდესაც ქვეყანაში კრიმინალია, ამ პოლიციას ჯგუფებად დაარბენინებენ ხალხურ მეტროებთან, ხალხ პირბადეებს ახსნევინებენ, ლუქავენ. აი ეს ვინმეს აბსურდამდეა სრულიად. ეს ვინმეს რო ეთქვა უბრალოდ ვერ დავიჯერებდით წლების წინ სადმე რო საქართველოს წარმოუდგენელ აბსურდამდეა ხდება. ლევან, მინდა აუცილებლად გკითხოთ პარტიების აკრძალვის ეტაპი შემოდის ახლა სცენაზე. ხვალან ეს იქნება ორშაბათს პროკურატურის განცხადება წამოგვეწია პროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის ხელი შეშლის ფაქტზე 7 პირს წარუდგინეს ბრალდებაო ავრცელებს პროკურატურამ განცხადებას თუ არ ვცდები გულისხმობს იმედის არ ვიცი გავაერთიანოთ ახლა მაგას რო არ გავცემა მე გეკითხებით პარტიების აკრძალვის შესახებ გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ შეიძლება ეს შეეხოს რამე ფორმით ლელოს და როგორი იქნება თქვენი sapasukho მოქმედება. მარტივად გეტყვით, ჩვენ ჟურნალისტებთან იმას რო არ გავცე პასუხი არ შეიძლება. წარმოიდგინეთ,
საზმაუს იმედს და რუსთავიას როგორც პროდიუსერი მეუბნება. ტელევიზიაში, სადაც მაკა ჩიხლაძე, თქვენი ოპერატორი სასიკოდილოდ გაიმეტეს, გურამ როგავა, კი ბატონო, უშუალოდ გაიმეტეს და სად არის გამოძიების შედეგები? სად არის უმძიმეს დანაშაულებზია ხალხო საუბარი? აი ნახეთ რა ხდება. აი ამაზეა საუბარი პირდაპირ გეუბნები და ეს იყო მიზანმიმართული პირდაპირ ტარგეტირებული თავდასხმა, წაქესებული ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დანაშაული გამოძიებადი იქნებოდა. ახლა რაც შეეხება თქვენ კითხვას, დიანა, ველოდებით თუ არა? ხო, ველოდებით. ბუნებრივია. თავს ჩვენ პარტიასთან დაკავშირებით დიდი ხანია დევნა მიმდინარეობს ჩვენი პარტიის ლიდერების, რა ვიცი, მე არ ველოდებით, მაგრამ ის გაპასუხოთ, ეს თქვათ რა საპასუხო სამოქმედო სტრატეგია არ ვიცი რაზე. ჯელოთ ამასთან ფუსჯელოთ ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით ყველა კანონიერ კონსტიტუციურ სამართლებრივ მეთოდებს გამოვიყენებთ და გზებს ბუნებრივია და ჩვენ ბრძოლას, ლელოძლიერი საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისათვის, საქართველოს მოქალაქეების უკეთესი მომავლისათვის ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებენ. არა მარტო ლელოს საქართველოს, არამედ საქართველოს სტატუსით, ფორმით ან სახელით, ანუ როგორ ნახოთ რა იქნება. მე წინასწარ არ მინდა საუბარი. საქართველოს მოქალაქეების ზულას ვერ შეაჩერებენ და სულ 20 წამი მჭირდება. დიანა, ვინ უნდა აკრძალოს? დაუშვათ, ან მე ვინ უნდა ამგზავნოს? წარმოიდგინეთ, ან ჩემი პარტია ვინ უნდა აკრძალოს? მარტივი არის. აი, ნახოთ. გეცოდინებათ ალბათ პარლამენტის წევრი ბოლქვაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური პარლამენტის წევრი იყო. ახლა მათ პარლამენტის წევრია. გეცოდინებათ ენუქიძე, ვოლსკი, რომელიც მთავრობის წევრი იყო და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, ესეც გემახსოვრება. თურნავა, ახლა ეროვნულ ბანკშია, ამათი გუნდის წევრია. სად ბრძანდებოდა, ესეც გეცოდინება. გეცოდინებათ, დიანა, თქვენთან რომ სპეცრაზმი შემოვარდა ტელეიმეჯი, გახსოვთ ეს თქვენ კარგად და ის უმძიმესი დღეები. გახსოვთ. მის შემდგომ კალაძის კომენტარიც გემახსოვრებათ, დიანა. სააკაშვილს დაუჭირეთ, მხარიო. ქუჩაში მდგომი ოპოზიცია და ეს ხალხი დესტრუქციული პოლიტიკური ძალები არიანო. აი ეს ხალხი გვეუბნება რომ უნდა აკრძალოთო. ეს პოლიტიკური ყვარყვარეები და ქამელეონები. კი ბატონო, მადლობა ლევან სამუშია, ლელოდან იყო ჩვენი სტუმარი. დღეს დავასრულეთ მუშაობა ხვალ პოლიტიკურ ამბებს.